მოგესალმებით, მივესალმები ჩემს გუნდს, ჩემს ძვირფას გუნდს, ახალგაზრდების გუნდს. წარმოიდგინეთ, დილით ვიყავით თბილისში, მერე ვიყავით რესტორანში, მერე ვიყავით ანისთან სტუმრად, მაგრამ არაფერი არ იკისრა. დავათვალიერეთ ჩვენი ცენტრი ქუთაისის და წამოვედით ბათუმის ცენტრში. ეს ტერიტორია ეკუთვნის აჭარას, ბათუმს. ჩვენ ვართ ახლა ჩაქვში, გვირაბამდე არ მისული მარჯვენა მხარეს. ეს ცენტრი მთელ საქართველოში ყველა მიცის, ვინაიდან ეს 20 წელი ემსახურებოდა სახელმწიფო ავტომობილებს. აქ კეთდებოდა ძირითადად გურიის, სამეგრელოს, თითქმის და აჭარის ავტომობილები და ძალიან ბედნიერად ვმუშაობდით, სანამ გაგვაჩერეს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც გვერდზე მედექით მიდგეხართ და ეს თქვენი კომპანია. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მათე ვარკალაიას კომპანია ან ჩემი. არა, აქ თქვენ ყველას მიგიძღვით მონაწილეობა და ამიტომ თქვენია ეს კომპანია. თქვენმა ოჯახმა, დებმა, ძმებმა, დედებმა უნდა იამაყონ, რომ თქვენ ესეთ კარგ კომპანიაში მუშაობთ. როცა შეეკითხებიან ადამიანს თუ სად მუშაობს შენი შვილი, სიამაყით უნდა თქვას მშობელმა, რომ ჩემი შვილი ასეთ დიდ და კარგ გამართულ კომპანიაში მუშაობს. ხო ხედავ, ყველა ახალგაზრდები ხართ და ჩვენს კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანები მუშაობს, მაგრამ თქვენ ხართ ძირითადად გაყიდვების მენეჯერები და მისი ხელმძღვანელები. რისი თქმა მინდა, ჩვენ უკვე 1-2-3 თვეა ვაკეთებთ აქ რემონტს და დაახლოებით ხედავ თქვენ, რომ უკვე მივედით ფინიშამდე და დაახლოებით 10-15 დღეში უკვე ავტომობილები შემოვა და როგორც გავხსენით ქუთაისის ცენტრი, იგივე იქნება ბათუმის ცენტრი. ხომ თხოვე, რომ პირველი ცენტრი გამიკეთე ქუთაისშიო და ხო გაგიკეთე და ესეც პირველი ცენტრი იყო და უკვე როგორც ავტომობილები შემოვა, პირველი ცენტრი იქნება აჭარის ისტორიაში, მულტიბრენდული ცენტრი, როგორც არის თბილისში და ეს ძალიან კარგია. ჩვენ დაჩქარებული წესით, იმიტომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება, ვხედავთ, რომ ბათუმელები ჩამოდიან უკვე ქუთაისში და ყიდულობენ ავტომობილებს და ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვიდნენ და აქ ადგილზე გაიყიდოს ავტომობილები. რაც შეეხება ბიზნესი, მე მინდა, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები გადაწყვეტილება იყოს მარტივი და როცა შეგეკითხება მშობელი, რა გინდა შენ, აი რა გინდა ცხოვრებაში, რა გინდა რომ გამოხვიდე, მე გირჩევ, რომ არსად არ წახვიდე. არსად არ წახვიდე ბიზნესის გარდა. ბიზნესზე უკეთესი არაფერი არც იყო და არც იქნება მომავალში. რატომ? შენ ხარ დამოუკიდებელი ადამიანი და შენ ღებულობ გადაწყვეტილებას ნებისმიერს, რაც არის საჭირო შენი კომპანიისთვის და შენი ხვალინდელი დღისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ საქართველოში იმ დღიდან დღემდე, რომ არ ყოფილიყო ხელის შეშლა. თქვენ ბევრი ძველი თანამშრომლები ხარ და თქვენ იცით, რომ რა გზა გამოვიარე. და რომ არ ყოფილიყო ხელი შეშლა, ჩვენ ყველა თითქმის დიდ რეგიონში ყველგან ცენტრი გვექნებოდა. და ეს რო არ ყოფილიყო, ამიტომ იყო ის რაც ხდებოდა და რაც მოხდა, მაგრამ რა სიზამ, ესეთია ეს ცხოვრება. იმედია, აწინ ასეთი არ გაგრძელდება. თუ გაგრძელდება, უკვე არ ვაპირებ გაჩერებას. ზუსტად ჩვენ გვიწერია კაბინეტში, ხო იცით, სიმართლის დრო და ჩვენ ყველაფერს ვიტყვით წარსულსაც
და მომავალსაც რა ხდება. დიდი სურვილი მაქვს, რომ აჭარაში თქვენთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი ახალგაზრდული გუნდი. აჭარის ეს ცენტრი ძალიან დიდი ცენტრია და ეს ჩვენ ვფიქრობთ, მე და კოტემ მათემ ვისაუბრეთ და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ანი იმდენად შეგვაყვარა თავი, იმდენად კარგად და სამართლიანად გაუძღვა აი ამ ქუთაისის ცენტრს, ვფიქრობთ, რომ ვინაიდან ქუთაისი უფრო ახლოს არის ბათუმთან, ჩვენ ეს ცენტრი დაუქვემდებაროთ ქუთაისის ფილიალს. ვინაიდან აქ რაც მანქანები დაჭირდებათ, უცებ ქუთაისიდან ანი გამოუგზავნის. შემდეგ კვირაში ერთჯერ კიდევ მოაკითხავს, ვინაიდან დიდი ცენტრია და ამას ყურადღება ჭირდება და ზუსტად იგივე ყურადღება ჭირდება ანი, რაც თქვენს ქუთაისის ცენტრს. რაც შეეხება, მოდი ერთ რამეს გეტყვით. მთელი ჩემი ცხოვრება ბიზნეს მიუძღვენი და მოვდივარ და მათემ იცის, რომ 1%-ის მოწილე აქ არავინ არ არის, აქ არის ერთი კომპანია, ერთი ადამიანის და ეს ადამიანი ჯერჯერობით მე ვარ და ამას ხემძღვანელობ. და ხვალზე აგერ არის ჩემი ძალი, აგერ არის ჩემი შვილიშვილი და იმედია ამას ჩემზე უკეთესად გააგრძელებენ. მე მინდა სახელი დავტოვო, მე მინდა დასაქმებული ახალგაზრდები დავტოვო, მე არსად არ ვაპირებ წასვლას, ჯერ ახალგაზრდა ვარ. 30 წელი, 40 წელი არსად არ ვაპირებ წასვლას და იმედია ძალიან ბევრ ახალგაზრდას დავასაქმებ და დაგეხმარებით და გასწავლით. უყურე როგორ არის. მე ვერ ვიმუშავებ გაბლატავებულ გოიმთან. მე ვიმუშავებ განათლებულ ადამიანთან და ყველანაირ ხელს შევუწყობ, რათა მან მიიღოს ცოდნა, გამოცდილება. აქ აგერ შეხედეთ რა ბიჭები არიან. აი ეს ბიჭები მე ჩემთვის როგორც მათე ისეთია. რატო? მე მაგათ 1000-ნაირ გამოცდას ვუტარებ. აბა ნებისყოფა რამდენი აქვთ. ნებისყოფა უნდა კონდეს, ტყვილი არ უნდა თქვა და მხოლოდ უნდა ისაუბროთ სიმართლეზე. ადამიანი არასდროს არ უნდა მოვატყუოთ. თუ ჩვენ ერთჯერ ადამიანს მოვატყუებთ, მაშინ ჩვენი სახელი დაიცემა ბოლომდე. მე მინდა გითხრათ, აგერ არის ჩემი შვილი და თქვენ ჩემი ოჯახის წევრები ხართ. დღემდე ისე მოვედი, ადამიანი არ მომიტყუებია. შეგნებული ტყვილი არ მithქვია. ერთი ლარი რო ქვია, ლარი არავისი არ გამომირთმევია და ერთი ლარი არავისი ουალი არ მაქვს. და წარმოიდგინე რა პრობლემები გავიარე. აგერ ხარ თქვენ, ერთი ადამიანი მოვიდეს და თქვას, რომ გელა ბარკალაიამ გამომართვა და არ მომცა, ან გადამაგდო, ან ტყვილი მითხრა, ერთი ადამიანი მოვიდეს აქ დაждდეს და შემიძლია მთელი ეს რაც გაგვაჩნია, ყველაფერი იმ ადამიანს გადაუფორმოთ, მაგრამ ესეც ვერ ნახავთ. დათმობით ბევრი რამე დამithმია, ბევრი რამე მიჩუქნია, მაგრამ ის არ ვარ მე, რომ ესე ხელს რო დაუწყაპუნებენ და ბიჭო, წილში უნდა ვიყო, ეს ნურას უკაცრავად, ეს მე სანამ ცოცხალი ვარ, არ მოხდება და მათაც ესე გააგრძელებს. მე ვალდებულება მაქვს აღებული თქვენს წინაშე და თქვენი ოჯახის წინაშე, ქვეყნის წინაშე, რომ ვიმუშაო, გავაკეთო, დავასაქმო და ბიუჯეტში ფული შევიტანო. უშესტომო ადამიანი არ არის. შეიძლება შესტომა მოგივიდეს, მაგრამ შესტომა უნდა გასტორდეს. ციხეში ადამიანი არაფრით არ უნდა გაუშვა, არაფრის გულისთვის. ეს ძალიან ცუდი მეთოდია. როცა მაღალი დონის, თუ გინდა დაბალი დონის იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? ბიზნესმენს ტყუილად ციხეში უშვებ, ამას ღმერთი არავის არ აპატიებს. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც გასამართლდა, 10 წელი მიუსაჯეს,
10 წელი ციხე მოიხადა, გამოვიდა ციხიდან და მერე გამართლდა. და მერე შეგვეშალა და რა ვქნა. ეგრე არ არის. არ უნდა შეგეშალოს. ადამიანი არ უნდა გაწირო. ყველას ყავს ოჯახი, ყველას ყავს თქვენნაირი გოგო ბიჭები და წარმოიდგინონ იმათმა, ვინც იჭერენ, ტყუილა უმიზეზოდ თავიანთი თავი, თავიანთი შვილები. ეს არცეთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს და მით უმეტეს საქართველოში. რაც შეეხება მე გელა ბარკალაია, მე ადრე უფრო მაგარი ბიჭი ვიყავი. აი ამ დარგში და აი ეს წიგნი უბრალოდ აქ ვნახე ახლა კაბინეტში, აი მოდი ისა შეხედეთ 2007-ის არის გიო, ხო? 7-ის. 7-ში მე პირველი ადამიანი მყოფილვარ ამ ავტოსფეროში. 2007-ში, ხო? 2007-ში პირველი კაცი მყოფილვარ და თუ პირველი კაცი 7-ში ვიყავი და ამდენი ფული ბიუჯეტში მაქვს შეტანილი და რა მოხდა ისეთი რომ კაცი გაწირო, ხო? არ უნდა გაწირო. ამ წიგნში, აი ამ წიგნში ადამიანი რომელიც დაიწერება, ის არ არის ვიღაცა რიგითი ადამიანი და ამიტომ ამ ადამიანებს ეს ბიზნესმენები არიან, ყველას ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდება და სხვანაირი მოპყრობა ჭირდება. ხელის შეშლა არ უნდა. ხელის შეწყობას აქ ვინც არის ამ წიგნში, აქ არის 200-მდე, 300-მდე ბიზნესმენი. ესენი არ თხოვლობენ ხელის შეწყობას. ესენი თხოვლობენ რომ ხელი არ შემიშალოთ. და არ უნდა იყოს იმის კაცი და ამის კაცი. ჩვენ დღემდე მოვედით ამით რაც გვაქვს. აი ახლა შეხედეთ, იგივე არის თბილისის ცენტრის მაგვარია, იგივე გებე, იგივე ელექტრომობილები, იგივე ჯეტური, იგივე BYD და ასე შემდეგ. მოდი ერთად მაინც დავიაროთ, დავათვალიეროთ და ვნახოთ აბა რა ხდება აქ. აქ მიდის უკვე რემონტი ძალიან მალე დამთავრდება და მინდა ყველას ურჩიო. მოდი, ერთი წუთი მოდი. მოდი. ниცა, შენ რომელ კლასში ხარ? მეოთხე კლასში ხარ, ხო? შენ ასეთი წიგნი თუ გაქვს ნანახი? ესეთი წიგნი ქონდა შენ? ზუსტად ესეთი ქონდა? და ასეთი წიგნიდან სწავლობ? ძალიან კარგი. გამიკვირდა, რომ ეს წიგნი არსებობს, ხო? შენ გაქვს ახლა სახში ესეთი წიგნი? აი უყურეთ. მინდა გითხრათ, თელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა. ეს დაახლოებით 30 წლის უკანდელი წიგნია. შეხედეთ, დედაენა. ეს მაჩუკა ერთმა სენაკელმა პედაგოგმა და ეს დიდი ამბით მოვატანია. უყურეთ, რა არის განათლება? განათლება არ არის აი კომპიუტერიდან ძნელია რამის სწავლა. მოსწავლემ სუმკა, ჩანთა უნდა აიღოს, წიგნები უნდა ჩაალაგოს, სკოლაში უნდა წავიდეს და მერხზე უნდა დაждდეს. ეს არ არის მერხი. მერხზე უნდა დაждდეს და ეს წიგნი დედაენა. აი უყურეთ, დედაენა. კოტე, შენ უმაღლესი დამთავრებული აქვს. ვინ დაწერა დედაენა? აი, ნიჭიერი ყოფილა. იაკობ გოგებაშვილს დაუწერია, ხო, დედაენა. აი უყურეთ, დედაენა. ახლა იაკობ გოგებაშვილმა როდის დაწერა ეს წიგნი, შენ წარმოიდგინე. და მოდის და მოდის და მოდის, უჭკვიანესი კაცი, ხო? აი ამაზე ამ წიგნზე არის გაზრდილი მთელი საქართველოს წლების განმავლობაში. აი უყურე, თუ მოსწავლე აი ესე არ გადაფრუცლა და ესე არ წაიკითხა, მაშინ ის უძლიერესი მოსწავლე არასდროს არ იქნება. წიგნი უნდა გადაფრუცლო და წაიკითხო. ხო ესეანისა? აქ წერია ყველაფერი რაც არის საჭირო. აი ეს წიგნი პატარა ბავშვებისთვის არის აუცილებელი. ეს ჩემთვის იქნება ანტიკვარი. ამას ვერავის ვერ ვაჩუქებ, ჩემს კაბინეტში უნდა დავდო და უცხოელები რომ უნდა უთხრა.
აი იაკობ გოგებაშვილმა როდის დაწერა მოვდივართ და აი ამ წიგნზე გავიზარდეთ. რაც შეეხება ამის შემდეგ გირჩევთ ამ წიგნებს. დაბრძანეთ. მე გირჩევთ ბიზნესს და ამ წიგნის შემდეგ პატარებს ვეუბნები და მე როცა დრო მოვა ეს წიგნი არის აი ჩემთვის საუკეთესო წიგნი. შეჭამე ბაყაყიდან ვერ გაიგო იმ კაცმა მართლა ბაყაყი რატო უნდა შევჭამო და რო არ შეჭამო იმიტომ ეს უნდა წაიკითხო. მეორე არის აკოცე ბაყაყს. კაცო გადაირია კაცი რატო ვაკოცო ბაყაყს ქალს ვაკოცებო ცოლს ვაკოცებო არა ქალს უნდა აკოცო ცოლს უნდა აკოცო მაგრამ აქ წერია რომ აკოცე ბაყაყს და ბაყაყს რო არ აკოცო იმიტომ უნდა წაიკითხო ეს წიგნი. ეს არის ძვირფასი წიგნი და ყველა ახალგაზრდას ურჩევ რომ ეს ორი წიგნი წაიკითხოს და თუ გინდა რომ იყოთ მენეჯერები მენეჯერია დღეს თავარი ხო გაყიდვების მენეჯერია დღეს ყველაფერი და ყველა სფერო აიყურეთ სუპერ ვარსკვლავი გახდი გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი დედამიწის ზურგზე თუ რამე არსებობს ბიზნესში არის გაყიდვების მენეჯერი თუ ძლიერი გაყიდვების მენეჯერი ხარ მაშინ ცხოვრებაში პრობლემა არ ქონია ეს წიგნი უნდა წაიკითხო კარგად და რომ გაიზრდებიან ეს წიგნი უნდა წაიკითხონ და ყველაფერი ქვეყანაში იქნება კარგად განათლებულ ადამიანზე უკეთესი არაფერი არ არის როცა გოგო თხოვდება კითხულობენ რომ რა დამთავრებულიო როცა ბიჭს ცოლი მოყავს იმასეც კითხულობენ რომ რა აქ დამთავრებულიო ერთი სიტყვით განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის მოდი ახლა რო არ გაგვიგზელდეს მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა თელს საქართველოს უთხრა და მით უმეტეს აჭარის მთავრობას რომელიც ჯერ აჭარაში არ ყოფილა ისეთ რამეს ვთავაზობ აჭარის მთავრობას მაგრამ ერთი წუთით ნახოთ აბა დარბაზი წამოვბრძანდით აი აქ არის BYD-ის წამოვბრძანდით ეს არის BYD-ის ცენტრი ჩათვალეთ ჯეტურის და იმ ავტომობილების რომლებსაც ჩვენ ვყიდით ხო ეს არის ჩვენი საწყობი რომელიც არის გათვლილი დაახლოებით 100 მანქანაზე არის საწყობი რომელიც გათვლილია 100 ავტომობილზე და ახლა წამოვბრძანდით ეს ვინ არის აქ რა მოგიყვანაო ხო იცი როგორ არის წამოვბრძანდით ადგილი სადაც სითბო და სიყვარულია სადაც ჩვენ 1 საათში ვიქნებით ადგილი სადაც სითბო და სიყვარულია ბატონი გოჩა დღეს 1 საათში ჩვენ გველოდება ეს კიდე არის ჩვენი სპონსორი და ესეც არის ჩვენი სპონსორი რისი თქმა მინდა წამოვბრძანდით ეს არის ჩვენი მოდით თორე რესტორანში და გვაგვიანდება ხო გინდა წასვლა რესტორანში დათო აი ეს აჩვენე აი ეს არის ჩვენი ცენტრი ეს უფრო სიდიდით უფრო დიდია ვიდრე თბილისის ცენტრი ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს იქით აჩვენეთ ეს ტერიტორია აი ეს ტერიტორია აჩვენეთ და აქეთ ეს აჩვენე ისა აქედან აი და აქეთ კიდევ გვაქვს ძალიან დიდი საწყობი აქეთ გვაქვს ძალიან დიდი საწყობი დაახლოებით 150 ავტომობილზე თავარია მოდი ახლა თავარი
მე მინდა აჭარის მოსახლეობას ვთხოვო, დათო მოდი. მე მინდა აჭარის მოსახლეობას ვთხოვო და მინდა ვთხოვო გუბერნატორს. სადაც მივედი, შლანგბაუმი რო დააყენო სადღაც, ვიღაცა უცხოელის არის. აჭარაში პორტი, საქართველოში ელექტროენერგია და ვერსად აი როგორც აზერბაიჯანშია, თქვათ, ერევანშია ისე მიხვიდე და ეს დამტენები 1000-20 დააყენო ელექტრომობილების დამტენი, ეს დიდი პრობლემაა საქართველოში, ეს ჭირს. რატომ? ყველაფერი არის უცხოელების და ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ ელემენტარული რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ. მოდი ავიღოთ რუსთავის ავტობაზრობა. რუსთავის ავტობაზრობის 100% არის უკრაინელების. და იქ რაც ხდება, ალახმა უწყეს. ადრე ქართველები მუშაობდნენ და ქართველს მრეცხავის მეც მანქანის ვერ ნახავ, რაზედაც გული მწყდება. რუსთავის ბაზრობაზე ქართველები შეიძლება იყოს 3% და დანარჩენი არიან რუსები და უკრაინელები და ღმერთმა იცის რა ჯულის ხალხია. ახლა მინდა ბატონ გუბერნატორს ვთხოვო. აჭარის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ევრო 5-ის ავტობაზრობა. მე ერთი კრუგი დავარტყი და ვხედავ, რომ ქუჩა აყენია ავტომობილები. ვინც ამ ბიზნესია, ხო შეიძლება რომ ხელი შეწყობა კი არ გვინდა. ამ აჭარაში მაინც ქართველი კაცის იყოს ეს ავტობაზრობა. და ჩვენ თავაზობთ სახელმწიფოს და გუბერნატორს ხვალ ზეგ ჩვენ ოფიციალურად წარუდგენ ჩვენს პროექტს და აი ნახეთ ეს პროექტი, ეს იქნება ავტობაზრობა 1000 ავტომობილზე გათვალისწინებული, 1000-1500. აი უყურეთ, ჩალვა მობრუნდი. აი უყურეთ, აი ეს გაკეთდება აი აქ, შეხედეთ. ჩვენი ცენტრის მოპირდაპირე მხარე, შეხედეთ. ახლა ვინმე არ მითხრას, ესეც თურქს აქ ნაყიდიო და მე მინდა გთხოვოთ, რომ ხვალ არ აყიდიოთ თურქს მაცალე. აქ 10 მილიონია ჩასადები. მე იმ 10 მილიონს მე ჩავდებ თუ ვინ ჩადებს, მე გელა ბარკალაია, ქართველი კაცი, სუფთა სისხლის ქართველი კაცი, ერთი რაღაცა მაინც იყოს ქართველის და გამაკეთებიეთ აქ ეს ევრო სტანდარტებზე ავტომობილების ბაზრობა, სადაც სამეგრელოდან, იმერეთიდან და კიდევ მთელი აჭარის ავტომობილებს მოიყვანებენ და გაყიდიან და ცოტა ხელი შეუწყოთ ქართველ ავტოდილერებს და იმ ადამიანებს, ვისაც მოყავს ეს ავტომობილები გასაყიდად. კიდევ ერჯერ ანახეთ თუ კიდევ ერჯერ აჩვენეთ აი ეს ავტობაზრობა, სადაც მომსახურეობის სააგენტოს ადამიანები დაждდებიან, სადაც იქნება კაფე, სადაც იქნება ადგილზე ავტომობილის გადაფორმება, რეექსპორტი, ყველაფერი იქნება აქ და ეს იქნება აი ამ ტყეში. ეს ტყე ჩათვალეთ 6 თვის განმავლობაში ყველაფერი მოსტორდება და ყველაფერი გაკეთდება თუ იქნება ნება. თუ არ იქნება ნება, ასე ხმამაღლად გამოვალ და ვიტყვი, რომ რა გინდა როქნა, არ არის ნება. არ უნდა ვიყო ქართველი, უნდა ვიყო სხვა ჯიშის თუ ერის ადამიანი, რომ მომცენ უფლება, ხო არა? მე ვარ ქართველი და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი გუბერნატორი წესიერი კაცია, უწესიერესი კაცია, 10 კაცს რო შეეკითხო, 10-ვე გეტყვის, რომ გული შეტყივა მის რეგიონზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გაგვაკეთებიებს. რისი თქმა მინდა, აი ეს თელ აჭარას შეუწყობს ხელს. მით უმეტეს ბათუმის ცენტრიდან არის მოშორებული, ხო?
ჩვენ ამას გავაკეთებთ 6 თვის განმავლობაში შავ საქმეს. ჩათვალე ერთ წელიწადში როგორც თბილისში უკრაინელებმა გააკეთეს, მსგავსი ცენტრი იქნება გაკეთებული. ნიცა, ხარ კმაყოფილი? ხო კარგი ავტობიზნესი, ხო კარგი ავტობიზნესი. ჩვენ მე და ნიცა და ჩემი გუნდი ვდებთ პირობას, რომ აქ აი ამ ტყეში ჩვენ გავაკეთებთ უზარმაზარ ავტობაზრობას ევრო 5 სტანდარტებით და იმედია ამის საშუალება გვექნება. გისურვებთ წარმატებას.